Καλბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველაზე ინფორმაციულ, ყველაზე შემეცნებით ქართულ გადაცემაში, ქართულ ინტერნეტ სივრცეში და არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, არამედ ტელესივრცეშიც, წიგნებშიც. დღეს საუბრობთ ფასებზე. ირაკლი კობახიძე დაგვიკვირდა, რომ ფასები გაიაფდებაო. როდის? ერთი 4 დღე იქნება, რატო არ გაიაფდა? დღეს მივდივარ მაღაზიაში და მინდა ჩემი მიწის ტყილის ყიდვა და 4 ლარის ნაცვლად 4.30 ღირსო. ეგრევე გადავურეკე კობახიძეს მეთქი, ირაკლი, რა ხდება? ბოზიშვილი ვიყო. ფასები გაძვირდა, ძმა, აიწია. მიწის ტყილმა აიწია. ირაკლიმ დამაცადეო, ვაიაფებ მიწის ტყილს. მოკლედ მართლა არ ვიცი რა ხდება, მეგობრებო, რა დებილობა ხდება, რომ პრემიერე გვპირდება, რომ გაიაფდებაო პროდუქციაო და ეხა ყველაფერმა არტყა ფასებს, ხო? აი მართლა ეხლა არტყა, მიწის ტყილი გამიძურდა, ბიჭო. და მიწის ტყილზე ვიგრძენი, რომ მეთქი სტოპ, ჩემ ჯიბეს რაღაცა ზედმეტი ფული მოაკალდა. ასე რომ ვაგინოთ ვის? კობახიძეს, ბიძინას, კალაძეს, კალაძე რა შუაშია, კალაძე თბილისის მერია. სააკაშვილს, არა. მერაბიშვილს, არა. გიორგი ვაშაძეს და ზურა ჯაფარიძეს და იაგო ხოჩიას, ამ სამს ყოველთვის უნდა ვაგინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არა, მეგობრებო, ამ შემთხვევაში ვაგინებთ სუპერმარკეტების დირექტორებს, რომლებიც ამუშავებენ მონებივით, სპარზე ხომ აქვს ნაღვადავები, რომ სპარინგ პარტნიორები უნდა მოძებნოს სპარში, უნდა შეხვიდე და 600 ლარზე მომუშავე მოლარეებს უნდა დაუშვა, უნდა ეჭხუბო და ისინიც რომ იცავენ სპარს, რომ სპარიდან არაფერს გაგატანინებ და რომ გეჭხუბებიან. ბავშვები რომ შედიან, იპარავენ. და იყიდე რა, მოიპარო, შენ რა გინდა 600 ლარზე მუშაობ რა. ბავშვებს რას ეჭხუბები? იპარავენ, всё, შენი პროცედურა არის, რომ მოიპარავ ვიღაცამ და არეკო პატრულში, всё. და რომ დგებიან სპარის თანამშრომლები და რომ ეჭხუბებიან ბავშვს. რას ეჭხუბები, ბიჭო? ამიტომ ხდება მკვლელობები. გადავიდეთ ახლა მკვლელობებზე. გადავიდეთ ახლა ნაცისტურ გერმანიაზე და ყველაზე მეტი მკვლელობა ვის აქვს ჩადენილი? მაო ძედუნს თუ ჰიტლერს და განვიხილოთ თუ ჩინგისხანს, ჩინგისხან მაოს დაათმე. არა, მოკლედ ფასებზე ვსაუბრობთ და რა ხდება ახლა? ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფასები გაიაფდებაო, მოკლედ ყველას დედას უტირებთო, ყველა სუპერმარკეტსო, ორნაბიჯსაცო, სპარსაცო, მაგნიტსაცო. კალათა არ ვიცი, ახალი გამოჩენილია, ხო? მე მართლა არ ვიცოდი, კალათა ეხლა გავიგე. გვირილასაცო. მიშაო, მე მითხრა სპირადად, შენი სოფლის მაღაზიებსაც დედას უტირებთო და გაგიაფებთო მიწის ტყილსო შენ სოფლის მაღაზიაშიო. მაგრამ რა ხდება? ხალხი მოუთმენელია, ხალხი, ოპოზიციონერები რა თქმა უნდა გამოდიან, წერენ ვიდეოებს, რომ ჩვენ არ გვინდა რომ გაიაფდეს პროდუქცია. ჩვენ გვინდა, ჩვენ გვაწყობს რომ მოუმატოთ ფასები, რომ ხალხი ძვირად ყიდულობდეს ყველაფერს. რატო, ბიჭო? რატო თქვენ ნაბურებო, თქვენი დედავატირე მე. აი, მე მინდა მეგობრებო, ახლა დავიმახსოვროთ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროდუქცია გაიაფდეს. სუსი ხო შევარდა ყველგან, ყველაფრის ბუღალტერია და ყველაფრის ფურცლები ხო დაითრიეს. არ ვიცი ხა სუსი რა შუაშია, მაგრამ სუს თავისი განყოფილება აქვს, რაღაცა ფინანსური და ასე შემდეგ. მე მართლა ვერ ვურკევი ფინანსებში და მართლა არ ვიცი ხა როგორ უნდა გავაიაფოთ, თორემ მაგასაც გეტყოდით რა თქმა უნდა. უბრალოდ ფინანსურ განათლებაში ვარ აბსოლუტური ნოლი. ასე რომ მე მართლა ვერ შემოგთავაზებთ გამოსავალს, მაგრამ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიჭო, თქვენ ყველასო, ვინც არ გააიაფებთო, დაგენძარევათო. ვიდეოებს რო წერენ, რომ ნახეთ ხალხო, გამარჯობა ხალხო, დღეს განვიხილავთ რა ღირდა ეს პროდუქცია, რომელიც შევიძინე ნიკორაში და რო ალაგებენ ამას. აი, პური, აი, კარაქი, აი,
პილმენები, აი სოსისები და აი ფისტაშკები 70 ლარიანი. და ეს ყველაფერი დამიჯდა 80 ლარი, ანუ წარმოგიდგენიათ რა სიძვირია? ფისტაშკების ჩეკი გვანახე ბოზო შენ. ფისტაშკების ჩეკი ამოაგდე. ფისტაშკები რა ღირს? არა, მართლა ეგრე რომ ჩალიჩობენ, მაგას არ გადააობთ რომ ესე ვინც, იმიტომ რომ 1-3 ვიდეო შემხვდა რა TikTok-ზე რომ ესე ალაგებენ ვითომსაყოფა ცხოვრებო, აი ყოველი დღის აუცილებელ რაციონს, რომ აი 300 გრამი ბრინჯი შევიძინე, 200 გრამი გრეჩი ხა, ერთი ცალი უბრალოდ მზეს უმზიდა ბავშვს ვუყიდე გასართობად 50 თეთრიანი კევი ვუყიდე ლარი და 20 ფისტაშკა ვუყიდე 25 ლარი ანი და ეს ყველაფერი დამეჯდა 35 ლარიან ხალხო რა სიძვირია ფისტაშკის ფასი გვაჩვენე და ჩეკი დავტოვე მაგრამ ყველას ხო გჯერათ ჩემ არა არ გუჯერა ბოზო არა არ გუჯერა მე მჯერა ირაკლი კობახიძის რეალად მე მჯერა ირაკლი კობახიძის და მე მჯერა რომ ირაკლი კობახიძე გადააწყობს ყველა სუპერმარკეტის დირექტორს რომლებიც ამუშავებენ ხალხს 600 ლარზე და თან იმაში მე მგონი იმაში უწერიათ რა ქვია კონტრაქტში რომ თუ ვინმე შემოვა და მოიპარავს რამეს უნდა ადგეუნდე გაიგეთო ბოქსის ხელთათმანები და უნდა ებოქსავო და აი ესეთ რაღაცებს უწერენ სუპერმარკეტის დირექტორები და მართლა ბიჭო ანუ სპარში აბა რატო ვეჩხუბები ხოლმე სპარი არის ჩემი საყვარელი საჩხუბარი ადგილი აი ვიღაცა თუ მაგინებს კომენტარებში მე სპარში ვიბარებ ხოლმე რო მეთქი რა ბიჭო ვის შეაგინე წამოვა იმ სპარში და ამაზეც ვეჩხუბები იქ მოლარეც დაგვიშვებს ორივეს და აი ესე ვჩხუბობთ რა იმიტომ რომ აი სუპერმარკეტები ეგრე საჩხუბარ ადგილებადაა გადაქცეული, იმიტომ რომ ესე აუბედურებენ ბიჭო მოლარეებს და იმას და მერე მიეთესალებიან ირაკლი კობახიძის დაბარებულ ადგილას, რომ მოდი აბა გავარკვიოთ, ირაკლი კობახიძის არა სუსის მოკლედ. მოდი აბა გავარკვიოთ რატო გაქვს ესე ძვირი პროდუქცია და ეს ტიპები მიდიან რაღაც Rolls-Royce-ით, მართლა $300,000 Rolls-Royce-ით და არა ჩვენ ვერაფერს გამოვასწორებთ, ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს და ეს ყველაფერი მთავრობის რა არის ბიჭო მთავრობის ბრალი? Rolls-Royce-ით რო დადიხარ და შენ თანამშრომლები რო 300 ლარზე მუშაობენ და კონტრაქტში რო ჩხუბის წოდნა აქვთ მოცემული ეგ არის მთავრობის ბრალი? სპარში აჩხუბებენ, ასპარინგებენ ერთმანეთს მართლა იმე გამეაზე გასაუბრებაზე რომ მიდიხარ სპარში მერაბ დუალიშვილი გამოყავთ და აბა როგორ შეებრძოლები მერაბ დუალიშვილს თუ ვერ მოიგე არ გნიშნავენ მოლარეთ სპარში და ირაკლი კობახიძის ბრალია თურმე ყველაფერი რომ ფასების გაიაფება უნდა არ ვიცი მართლა აი არ ყავთ ვინმე რომელიც ეტყვის ბატონ ირაკლი კობახიძეს რომ ბატონო ირაკლი ხალხს ჭირდება დროის ცოდნა რა რომ ანუ უცქირეთ რო იძახით რომ ფასებს გავაიაფებ ესე არ ხდება ძმაო ანუ რომ ფასებს გავაიაფებ იქნებ 2040 წელს გულისხმობთ არავის უნდა 2040 წელს ფასების გაიაფება მე დღეს გამიძვირდა მიწისთხილი მე მინდა ვიცოდე როდის გაიაფდება ჩემი მიწისთხილი აპრილში დასრულდებაო კომისია თებერვალში იწყება მოკლედ ყველას წნეხის ქვეშ ყოფნა და თებერვლის თვეშიო მოვაგვარებთ ყველაფერს და აპრილში დასრულდება. ნუ აი აპრილამდე დავიცადოთ, მაგრამ აი აპრილამდე თუ არ დასრულდა, დედას გეფიცებით რომ აი მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც იტყვის რომ არ გამოუვიდათ და ვერ გააკეთეს ეს ყველაფერი და აი ტყუილი დაპირებები და ცრუ დაპირებები იყო. მჯერა რომ გააკეთებენ კი, მაგრამ უყურეთ ახლა რას ჩალიჩობენ ეს სუპერმარკეტების დირექტორები რომ გაიგეს რომ თავრობა მოდისო ჩვენ წინააღმდეგო ყველა მაარტყა ფასებს რომ ანუ აი ხალხი ბოლომდე მოუწველოთ იმენა ბოლომდე თუ უნდა გაგვაიაფონ ეხა და ირაკლი კობახიძემ თუ უნდა დაგვიშვას მაშინ აი ყველაფერს მოუმატოთ ფასები ყველაფერი გაგვიძვირეს იმენა ჩემი მიწის თხილი
აი ხა აქ მყავდეს, აი არის დირექტორი, ბუმ, ჩემი მიწის თხილი. სად არის ბიჭო? 3.80 თუ რამდენად ყიდულობდი? 30 კაპიკი მომუმატა. 4.24 ლარი ყიდულობდი. 4.30 გახდა. მართლა მეზეზღებიან ბიჭო ეს სუპერმარკეტის ისინი რა, რო ტიპები რო გამოდიან და ეხლა რო იძახიან რომ არ ვიცი ჩვენ როგორ გავაიაფოთ, არ ვიცი. რა არიცი ბიჭო? აბა ევროპაში რო შენზე იაფიღირს? მე ეკონომისტი არ ვარ მეგობრებო, მართლა ეხლა შეიძლება სიცრუილეს ვიძახი, მაგრამ ანუ რა პონტში? კაი, მოდი აი რუსული პროდუქცია ავიღოთ. კაი, ევროპულზე არ ვისაუბრებ. მაგალითად შორი გზაა საფრანგეთიდან თბილისამდე, მაგრამ რუსეთიდან თბილისამდე შორი გზაა? რუსეთიდან ანუ იქამდე უზბეკეთამდე ახო გზაა და რუსეთიდან თბილისამდე შორი გზაა? უზბეკეთში რო კაპიკები ღირდა ეს ყველაფერი რუსული პროდუქცია. თქვენი ღორი დედა მე ბიჭო. რო ანუ მიდიან ესენი რაღაცა ლექსუსებით, დაცვებით, იმას იბარებს, რა ქვია, სუსი, რომ სპარის დირექტორი გამოცხადდი აქ, ბიჭო. მესმინე ეხა მოხვალ რუსთაველის მეტროსთან დამხვდები რაღაცა და ამიტომ 5 მანქანა მოდის და მოდის ვიღაც ტიპი, რაღაცა ეს კარებებს უღებენ და რაღაცა რომ ბატონო სპარის დირექტორო, ბატონო ანუ არიცის ხო აი ფასები ძვირი რატოა და თავისთვის არ ჭამს ხო არაფერს და თავისთვის არაფერი უნდა კაც თანამშრომლებს ურიგებს ხო თუ ისა ხალხს ურიგებს ღორები ღრუტ ძალიან კარგი რომ სუსი შევიდა ძალიან კარგი რომ მთელი დოკუმენტაცია გამოიტანეს ძალიან კარგი რომ გაეცნობიან და აპრილის ბოლომდე როგორც დაგვპირდა ბატონი პრემიერი აპრილის ბოლომდე მოაგვაროს ბატონმა პრემიერმა თორე მე ესე არ ვიცოცხლებ ეს ფილმი თუ გავიდა დღეს მე არ ვიცოცხლებ იცი გავიდაო ხალხო გავიდაო ვა კონსენტ ვიყარ ხარ წავედ